დიდება ჩვენს უფალს. Слава нашему Господу. დღეს ვილაპარაკებთ მნიშვნელოვან საკითხებზე. Сегодня мы будем говорить о важных вопросах. ჩვენ ყველა გულისტკივილით ავართ დღეს. Мы сегодня все имеем боль сердца, რადგან ჩვენი ძმა გადავიდა უფალში. так как наш брат перешел к Господу. და რა თქმა უნდა ყველას გული დაგწყვიტა. И, естественно, от этого нам всем больно. და ჩვენ ვილოცებთ სახურების შემდგომ რომ უფალმა ნუგეშოს კიდე ოჯახი. Мы в конце служения будем молиться за его семью, чтобы Бог утешил их сердца. И наши сердца также, естественно. Аминь. Аминь. მოდი რამდენიმე საკითხ შევეხები და მე გადავალ სიტყვაზე. Я хочу коснуться некоторых вопросов, и потом только перейду и буду говорить слово. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ბევრ რაღაცას გავდივართ ცხოვრებაში. Дорогие мои, мы многое проходим в нашей жизни. ჩვენი ცხოვრება არ არის ყოველთვის ესეთი რაღაც პოზიტიური დადებითი ელემენტებით სავსე. ჩვენ ტკივილებს გავდივართ, განსაცდელებს გავდივართ. Наша жизнь не всегда такая гладкая и хорошая. Мы проходим и боли, и трудности. ალბათ ეს უკვე ვიცით, ხო? Наверное, мы уже догадались, что так происходит. ღმერთში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ცუდი არაფერი არ შეგვემთხვევა. ღმერთში ცხოვრება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ცუდიდან გამარჯვებულები გამოვართ. Естественно, мы понимаем, что жизнь в Боге, она не проходит без трудностей, но мы поняли одно, что мы выходим из этих трудностей победителями. და არის რაღაცა საკითხები ჩვენ ძვირფასებო, რომლებიც შეიძლება რომ ჩვენ უბრალოდ ყურადღება გავამახვილოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში, როცა აღმოჩნდებით. Есть вопросы, которые, может быть, мы не обращаем внимания, как мы должны поступать в той или иной ситуации. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის როგორ უნდა ნუგეშუმგლოვი არის. Один из важных вопросов – это как нужно утешать скорбящих. როგორ შეიძლება რომ გაამხნევო მგლოვი არის ადამიანი. Как ты можешь ободрить того, кто скорбит? რა თქმა უნდა მგლოვი არის ადამიანის გამხნევებაში ორი წილი არის, ერთი ჩვენი ადამიანური და მეორე ღმერთი. И, естественно, в этом утешении есть две части. Это утешение состоит из двух частей. Первая – это наша часть, и вторая – это Божья часть. თუ ადამიანს გარდაეცვალა ოჯახის წევრი ახლობელი ადამიანი, უფალმა იცის, სულიწმინდა მიცის, როგორ ანუგეშოს ეს ადამიანი. И когда у человека умирает близкий, Дух Святой, естественно, знает, Бог знает, как утешить этого человека. არის ჩვენი წილი. Но также есть и наша часть. და ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა. И, естественно, это имеет также очень большое значение. როგორ იობის 2:13 წერია. В книге Иова 2:13 написано, რომ 7 დღესა და 7 ღამეს ისხდნენ მის წინ მიწაზე და სიტყვა არ დასდენიათ, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სათქივარია. и сидели с ним на земле 7 дней и 7 ночей, и никто не говорил ему ни слова, ибо видели, что страдание его весьма велико. ვიცით რომ იობი ცოცხლად იტანჯებოდა კაცი, ერთი შეხედო რა უფრო ჯობდა სიკვდილი თუ სიცოცხლე არც ვიცით. И вы знаете всю историю Иова, что он живьем страдал, можно сказать, и глядя на него, ты не знал, что лучше, умереть или что. ადამიანი რომელიც ლპებოდა სხეულით. Это был человек, который гнил телом. და მეგობრები მოვიდნენ. И пришли друзья. და წარმოიდგინე 7 დღე და 7 ღამე იყვნენ მასთან და ხმას არიღებდნენ. И представь себе, 7 дней и 7 ночей они были с ним и ни звука не издали. ჯობდა რომ მეც არ მოიღოთ ხმა. Ну, было бы лучше, чтобы и они также продолжали бы тихо сидеть. ანუ რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. На что я хочу сделать ударение? როცა ადამიანი ტკივილში და განსაცდელში არის, უბრალოდ დგომაც მის სიახლოვეში ნუგეში არის. Когда человек проходит какие-то боли, даже просто стоять рядом с ним, это уже утешение. უბრალოდ რო დგეხარ. Просто когда ты стоишь рядом с ним. და როცა ადამიანი ხედავს რო დგეხარ. И когда человек видит, что ты стоишь рядом с ან ним. იცის რო დგეხარი. Или он знает, что ты там рядом с ним.
შეიძლება ეს სამანტყოფო იყოს. Может быть, это будет больница. შეიძლება ეს, რავი, ოპერაციის დრო იყოს. Может быть, это время операции. რა თქმა უნდა, ჩვენ ექიმები არა ვართ, შეიძლება იქ არავინ შეგიშვას და არ გაყურებინოს რა ხდება. Естественно, мы не врачи, чтобы кто-то запустил нас внутрь и მაგრამ позволил როცა ადამიანმა присутствовать. იცის, რომ ვიღაცა დგას, უბრალოდ დგას. Но когда кто-то знает, что там кто-то стоит, поддерживает ადამიანი его, ხნევდება ამით. тогда человек уже ободряется этим. თუ სიკვდილი არის, თუ ტანჯვა არის, თუ სხვადასხვა მდგომარეობა შეიძლება იყოს, სხვადასხვა განსაცდელი და აი ეს დგომა ერთ-ერთი ნაბიჯი არის, რაც შეგიძლია ადამიანისთვის გააკეთოს სიტყვების გარეშე. И то, когда человек проходит или смерть это, или какая-то боль, или какие-то другие искушения, и то, когда человек, ты знаешь, что кто-то рядом с тобой стоит, поддерживает тебя, это уже большой шаг, что ты можешь оказать ему. მორწმუნეებს გჭირდება ამის ისწავლა, რომ ნიშნელოვანი არის, რომ იდგე, როცა შენი მეგობარი თუ ახლობელი ტკივილს განიცდის. И нам нужно понимать и знать верующим, что мы, христиане, мы должны стоять рядом, когда человек проходит какие-то трудности в своей жизни. შეიძლება 7 დღე არ იდგე, მაგრამ დრო და დრო მიხვიდე და უბრალოდ იდგე. Может быть, ты 7 дней не будешь там стоять, но время от времени ты можешь приходить არაფერს არ туда. უკეთებ. Ты ничего не делаешь для него, может быть. მაგრამ დგომა ეს პირველი ნაბიჯი არის, რაც შეგიძლია გააკეთო Но ადამიანს. то, что ты стоишь рядом с ним, это уже, можно сказать, первый шаг. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის. Второй важный вопрос, который есть, არასოდეს არ უნდა უარყო ადამიანის ტკივილი. ты никогда не должен отвергать боль ეს человека. არის ძალიან მნიშვნელოვანი. Это очень важно. ჯობია არ ილაპარაკო, მაგრამ თუ ილაპარაკებ, ძალიან შეარჩიო სიტყვები. Как лучше не говорить, но если ты будешь говорить, тогда нужно очень осторожно подбирать слова. ჩვენ მორწმუნეები ვართ. Мы верующие. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როცა მორწმუნე გარდაიცვლება, ზეცაში მიდის. Мы все прекрасно знаем, что когда верующий умирает, он идет на небеса. და იცი, როცა ადამიანს ტკივა, И когда человеку больно, ურწმუნოების გამო არ ასკივა მას. ему не больно из-за неверия. მას ტკივა, რომ საყვარელი და ძვირფასი ადამიანი განეშორება მრავალი წელი და ეს დარტყმა და ტკივილი არის ოჯახისთვის და ახლობლებისთვის. Ему больно из-за того, что человек, который многие годы жил с ним, он отошел, ანუ რა არ удалился. უნდა как თქვა бы. ასეთ სიტუაციაში? Что ты не должен говорить в такой ситуации? რომ მიხვიდე ტკივილებში უყოფ ადამიანს და უთხრა, რომ დრო გავა და ყველაფერი შეიცვლება. Не должен говорить такие слова, придя к таким людям, что вот время пройдет и все будет хорошо. ეს არ არის ანუგეშებელი სიტყვები. Знаешь, это не слова утешения. რა თქმა უნდა, შეიძლება ჩვენ ვიცით, რომ დროში ადამიანი ნენელა განიკურნება, მოძლიერდება, Мы пони- მაგრამ ტკივილის მომენტში არ არის სასიამოვნო მოსმენა იმის, რომ გავა დრო და აი ნახე შენს ხალისიანად იქნები. Знаешь, может быть, мы знаем, что это хорошие слова, что пройдет время и все будет хорошо, но в тот момент для человека, переживающего боль, это звучит так, что вот, ну ничего, ты пройдет время, ты опять будешь радоваться, будешь веселиться. ან მეორე სიტყვა ეს არის, რომ ღმერთმა უკეთესად იცის სადა ჯობდა მისთვის. Или Бог лучше знает, где ему было бы лучше. სად უფრო უკეთესი არის ღმერთმა იცის. Бог знает, где ему лучше. ან კიდე გამაგრდი არ ინერვიულო. Или укрепись, не нервничай. ანუ შეუფერებელი არის იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანს სჭირდება ამ ტკივილის განცდაც. Знаешь, это неподходящие слова человеку, который проходит какие-то боли. მაგრამ სწორი სიტყვები არის, რომ მესმის შენი ტკივილი. Но правильные слова это когда ты говоришь, я понимаю твою боль. ვიცი, რომ ძალიან გტკივა და იტანჯები. Я знаю, что тебе очень больно и ты страдаешь. შეიძლება უთხრა, რომ შენ არ ახარ მარტო ამ ტკივილში. И сказать ему, что ты не один в этой боли. უყურე, ჩვენ როცა უსამძიმრებთ და ვეუბნებით, რომ ვიზიარებთ, Когда мы приходим и мы соболезнуем этому человеку, ჩემ შვიდობას კი არ უზიარებ მას, მის ტკივილს ვიზიარებ მე შევდივარ იმ ტკივილში. я не миром своим делюсь, но наоборот его болью делюсь. То есть я беру его боль на себя, часть боли. როგორღაც ვცდილობ, რომ გლოიარი ადამიანის პოზიციაში შევიდე. Я как-то стараюсь войти в позицию скорбящего человека.
შეიძლება შენთვის მეგობარი იყო, ვიღაცისთვის მამა იყო, ვიღაცისთვის ქმარი იყო, ვიღაცისთვის უფრო ახლობელი იყო კიდე. Может быть, для тебя это был друг, но для кого-то был он был отцом, этот человек был отцом или უნდა გვესმოდეს, რომ ის или შენი сыном и так ეკლესიის წევრი далее. იყო, მაგრამ ის მამა იყო вიღაცის. Ты можешь понимать, что это был членом твоей церкви, да, но для кого-то он был რა отцом, თქმა более უნდა, близким. შენც აგვაქვს წუხილი. Да, естественно, мы тоже скорбим, მაგრამ ჩვენი წუხილი უნდა გვესმოდეს, რომ არ აღემატება იმათ წუხილს. но мы должны понимать, არ что შეედრება. наша скорбь, она не превышает, даже не сравнится Ამიტომ скорбью, которую переносят они. უბრალოდ რომ დაეხმარო ადამიანებს და შეუმსუბუქო არ ნიშნავს, რომ დაეხმარო იმაში, რომ მოდი არ ინერვიულო, არ იტირო. И помочь человеку, это не означает, что ты можешь утешить его этими словами. Вот, не скорби, не нервничай. რომაელთა წელის წერია 12:15. Послание к римлянам 12:15 написано: რომ იტირეთ მოტირალებთანო. плачьте с плачущими. როცა ადამიანი ტირის, უნდა იტირო შენ. Когда человек плачет, ты должен с ним вместе и плакать. როცა შეწუხებულია, შენც უნდა შეწუხებული იყო. Когда он обеспокоен чем-то, ты также должен быть обеспокоен. ჩვენ მივედით სამძიმარზე, ჩვენ ახლობელს გარდაეცვალა мама. У нашего близкого человека скончался отец, и мы пошли соболезновать. ახალგაზრდა კაცი. Он был молодым человеком, тот, кто умер. და ეხა ჩვენ ხო რწმენით დავდივართ, ჩვენ გვაქვს იმედი აღდგომის და ასე შემდეგ. Мы же верою ходим, мы имеем надежду воскресения и так далее. ეს მივიდა ჩვენი ლიდერი ერთი რა სახე ჩამოგტირისო ბიჭო, ნეტაო мама ჩემიც იქ მიდიოდესო, ხო იცი სადა იყავ ნეტარებაშიაო და შენ. И один из лидеров служителей подошел и так обратился, говорит: что у тебя, говорит, лицо плачущее, говорит, что он же в хорошее место проходит, мой отец тоже туда пошел бы. Ты же знаешь, что там блаженное место. დამძიმა კაცი წარმოი კაცი განი мама მოუკვდა. დადო ახალგაზრდა კაცი ოჯახს გამოეცალა, რამდენი რამე წაიშალა ამით, ხო? რამდენი რამე ინგრევა და შენ რა ხა უნდა გიხაროდესო. И представьте себе, этот человек, который и так в скорби был, ему еще хуже от этих слов стало, не лучше. Потому что человек, который скончался, он был молод, столько чего было стерто, столько возможностей, этих чувств. ქრისტიანული ნუგეშისცემა არ უნდა იყოს შეუფერებელი სიტუაციისადმი. И то есть словами он сказал: давай, ты должен сейчас радоваться. И вот სადაც слова, ხარობენ ტირილით არ უნდა მიხვიდე და სადაც ტირიანი სიცილით არ უნდა твои მიხვიდე. слова должны быть соответствовать. И там, где радость, не нужно словами скорби приходить туда, и наоборот также. ისი ადამიანი იმიტომ არ ტირის, რომ ის ჯოჯოხეთში წავიდა თუ სამოთხეში. Человек не из-за того плачет, что тот человек пошел или в рай, или в ад. კიდევ ამბობ, თუ ტკივილი იმის გამო გვაქვს, რომ მართლა დაგვაკლდა, ვეღარ ვნახავთ მას. ის მონაწილეობას ვერ მიიღებს ჩვენ ცხოვრებაში, სიცარიელეს ტოვებს. И мы плачем из-за того, что нам больно, потому что этот человек ушел, мы его больше не увидим. Он перестал быть частью нашей жизни и не сможет быть вовлеченным в нашу жизнь. და მოგესმით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის აკყოფნა. И вы же понимаете, что для нас очень важно, чтобы человек был здесь. ამენ. Аминь. შემდეგი რაც არის, Следующее. სწორი თეოლოგია არ კურნავს ადამიანს. Правильная теология, она не исцеляет человека. როცა მივალთ და ასეთ მდგომარეობაში ყოფ ადამიანებს ბიბლიის მუხლებს უკითხავთ და მაშინ უხსნით რაღაც საკითხებს. И это неправильно, придя к скорбящему человеку, начинать читать ему библейские стихи, начинать изъяснять, толковать это все. რომ მიხვიდე და ასე წერია გოგო, ასე წერია და შენ არა ამდენი წელი ტყუილაია რე ეკლესიაში რა გატირებს, ასე წერია და Вот написано так. Слушай, зачем ты столько плачешь? Ты что, зря ходила в эту церковь столько времени? ესე Потому что პირველ რიგში написано же. ადამიანს ანუგეშებს ამ მომენტში არა ჭეშმარიტება, არამედ გულიანი თანაგრძნობა. Знаешь, первое, то, что утешает человека в такой момент, это, возможно, не истина, но такая сердечная поддержка. რა თქმა უნდა, არის ამისი დრო მოვა, როცა გაივლის რაღაც პერიოდი და მე შეიძლება ამაზე ლაპარაკი. Конечно же, есть время, когда ты это сделаешь, пройдет время какое-то, и тогда на самом деле настанет время, когда ты сможешь поделиться стихами и говорить с ним. И რა Слово თქმა Божьего. უნდა, სიტყვები უნდა შეარჩიო, უნდა მოიტანო იმედი, მაგრამ ფაქიზად უნდა მოიტანო ეს იმედი. И ты должен
специально подбирать вот эти правильные слова. Ты можешь принести и надежду, но сделать это очень осторожно. შეიძლება უბრალოდ გააჟღერო სადღაც რომ ეს დასასრული არ არის, Ты можешь это озвучить, что, знаешь, это не конец. მაგრამ არ არის ესეთი ჩაციკლული ლაპარაკი ღვთის სიტყვიდან, როცა ტკივილში ადამიანი. Но неправильно вот зацикленно говорить из Слова Божьего, когда человек находится в скорби. ამენ. Аминь. კიდევ ამბობ, დგომა Я еще раз говорю, стоять рядом. სიტყვების შერჩევა. И находить нужные слова, подбирать нужные ტკივილის слова. გამოხატვა, დაინახოს, რომ შენც რაღაც გულთან მიიტანეს დგომა. Выражение вот этой боли, может быть, твоей, чтобы человек понял, что ты также переживаешь с ним. მომისმინეთ ძვირფასებო, ტირილი არ არის რწმენის ნაკლებობა. Послушайте, дорогие мои, что плач – это не недостаток веры. ხვდებით? Понимаете? ხშირად, ესე არის, არ ვიცი, საიდან მოდის, მაგრამ შერაცხული არის, რომ მორწმუნეებმა არ უნდა ვიტიროთ, თითქოს სრემლი არ უნდა გადმოგვარდეს, ეს ურწმუნოება არის. არ უნდა გამოვხატოთ ეს ტკივილი, რა ჩვენ ხო ქვეყნიერება არა ვართ. И знаешь, я не знаю, откуда это пришло, но вот верующие не должны плакать, мы не должны как бы слезы лить за это и так далее, и так კიდე далее. გეუბნები, ჩვენ არ ვტირივართ სამოთხე და ჯოჯოხეთზე, სულზე არ ვტირივართ, ჩვენ ვტირივართ როგორც დანაკარგს ჩვენი ცხოვრებისთვის, ამ ჩვენ ასლიან ცხოვრებაში. Я еще раз говорю, мы не плачем из-за того, что там в ад или в рай, но мы плачем из-за того, что мы потеряли человека, с которым жили годы. ამენ. Аминь. იცი, ნიშნელოვანი არის ჩემო ძვირფასებო, რამდენიმე ელემენტი. Дорогие мои, очень важны несколько элементов. როცა რაღაცა პერიოდი გადის, შეიძლება ერთი დღე, ორი დღე, ერთი კვირა. Когда проходит какой-то период, там неделя, две, еще, აი ამის შემდეგ შეიძლება რომ არ დაიკარგო მის ცხოვრებაში და გამოჩნდე. вот тогда хорошо не теряться из жизни этого человека и просто прийти к нему. ჩვენ გვესმის რომ ზოგჯერ დაკრძალვის შემდეგ უფრო ძლიერდება, აი სიცარიელი შეგრძნება დარტყმა ვიდრე დაკრძალვამდე. И знаешь, мы понимаем, что после похорон вот это чувство, оно еще более усиливается, и оно становится больше, чувство боли, утраты, чем оно было до. ნუ შეიძლება ადამიანს უთხრა რომ ლოცულობ ჩვენთვის. Может быть, ты придешь и скажешь, знаешь, я молюсь за тебя. ჩვენ ისევ გვახსოვხარ. Мы помним тебя. ჩვენს გულში ისევ არის ტკივილი. И в наших сердцах все еще есть эта боль. ამენ. Аминь. ეს ნიშნელოვანი არის ჩემო И ძვირფასებო. это важно, дорогие мои. შეგიძლია ადამიანს შეხვდე Ты можешь встретиться с человеком, და თუ ტირილი უნდა უთხრა რომ მოდი ჩემთან ერთად შეგიძლია იტირო. и если он хочет плакать, просто сказать ему, если ты хочешь, ты можешь при мне плакать. უსაფრთხო გარემო არის ჩემთან ტირილი. Знаешь, это безопасно плакать при мне. მეც ვიტირებ შენთან ერთად. И я буду плакать вместе с тобой. ამენ. Аминь. ეს მნიშვნელოვანი არის ჩემო И это важно, дорогие мои. ჩვენ არ გვჭირდება ადამიანებს მოვაჩვენოთ რომ ჩვენ ტკივილში ძლიერები ვართ. Мы не должны показывать людям так, что вот мы в нашей боли, мы такие сильные. ჩვენი ემოციების გამოთავისუფლება არის გზა გამარჯვებისკენ. И знаешь, проявление наших эмоций порой это путь к победе. ესეა რაც ტირილში გამოგაქვს და მოიპოვებ თავისუფლებას. Знаешь, ты в своем плаче ты высвобождаешь что-то, и в этой скорби приходит победа порой. ამენ. Аминь. ასე რომ არის რამდენიმე საკითხი რაც უნდა გვესმოდეს. Так что есть несколько вопросов, которые мы должны понимать. თუ როგორ უნდა გამოვავლინოთ ჩვენი ქრისტიანული თანადგომა ადამიანების. Как мы должны проявлять нашу христианскую поддержку людям. ამენ. Аминь. კარგი, მოდი მეორე საკითხი შევეხოთ. Я хочу коснуться второго вопроса также. და ვილაპარაკოთ რომ ჩვენ როგორ უყურებთ ეკლესიამ საკითხს. И я хочу говорить о том, как мы, церковь, смотрим на этот вопрос. იმიტომ რომ ჩვენი რწმენის საკითხი არის. Потому что это вопрос нашей веры. რომ სიკვდილი არ არის დასასრული Что შემოგვიფასება. смерть, дорогие мои, это не конец. ამენ. Аминь. ჩვენ ვიცით რომ მორწმუნე არ კვდება, ის გარდაცვალება, გადანაცვლება ხდება
სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავდივართ. И мы знаем, что верующий, умирая, он не исчезает, но он преображается из смерти в жизнь. ეს ჩვენ ვიცით რომ ეს გაქრობა არ არის ადამიანის. И мы знаем, что человек этим самым не исчезает. პავლე მოციქული ამბობს ფილიპეთა 1:21 რომ ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი მოგებაო. И послание Филиппийцам 1:21 апостол Павел говорит: «Ибо для меня жизнь Христос и смерть приобретение». მორწმუნე არ კვდება, მორწმუნე გადადის ღმერთის დიდებაში, როცა ის სხეულიდან გამოდის. Верующий, он не исчезает, но он переходит, когда он выходит из своего тела, он переходит в კიდევ ამბობ, вечность. ჩვენ Он- მის უსაფრთხოებაზე არ ნერვივლოთ, ის უსაფრთხოთ არის. Знаешь, мы не беспокоимся о его безопасности, потому что он в безопасности. ჩვენ ერთ დღეს ყველა გარდავიცვლებით, ყველა დავტოვებთ სხეულებს და უფალში დავბინავდებით. Мы все однажды переживем то же самое, оставим наши тела, и мы поселимся в Господе. ამენ. Аминь. შემდეგი რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ, Следующее, то, что мы должны знать, რომ მორწმუნე როგორც კი სხეულს ტოვებს, მორწმუნის სული ის იმ წამსვე მიდის უფალთან. как только верующий, он оставляет свое тело, он в тот же час сразу же идет к Господу. ჩვენ ვერ ვნახავთ ბიბლიაში ვერც ერთ რაღაცა მოწმობას იმის შესახებ, რომ 40 დღე სული ტრიალებს სახლში. Мы нигде в Библии не сможем увидеть свидетельство того, что вот 40 дней этот дух, он обитает в доме. როცა იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა და 40 დღე აქ იყო და ეცხადებოდა, ის სხეულში იყო, იესო სულიარ იყო და მას მისია ჰქონდა შესასრულებელი და ეს ასე უნდა ყოფილიყო წერილების თანახმად. И когда Иисус, он умер и воскрес, он был еще в теле, он приходил и являлся своим ученикам, потому что у него была определенная миссия, которую он еще должен был завершить, исполнить. მეორე კორინთელთა 5:8-ში წერია. Во втором послании к Коринфянам 5:8 თუმცა написано: ხნედვართ და გვირჩევნია განვშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთო. Но то мы благодушествуем и желаем лучше выйти из тела и водвориться у Господа. ჩემო ძვირფასებო, მირჩევნია სხეულს განვშორდე და უფალთან დავბინავდე. Дорогие мои, он говорит, лучше мне, говорит, выйти из тела, говорит, и водвориться у Господа, быть с Господом. როგორც კი სხეულს განვეშორებით, უფალთან ვბინავდებით. И как только мы выходим из тела нашего, Аминь. мы сразу же приходим, идем к Господу. ოღონდ ჩვენ არ კარგავთ გარდაცვლილ მორწმუნეს. Мы не теряем умершего უბრალოდ верующего. ჩვენ დროებით კარგავთ, მაგრამ ზეცაღებულოს მარადიულად. Мы временно теряем его, но небеса принимают его навеки. იმიტომ რომ ის არის ჩვენი მარადიული სამეფო. Потому что это наше вечное царство. ამენ. Аминь. ჰალელუია. Аллилуйя. ეს ჩვენთვის მორწმუნეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, ფუნდამენტალური საკითხი არის ჩვენი სულის გადარჩენა, სხეულისგან გამოსულა და უფალში დაბინავება. იმიტომ რომ ამისთვის ვიღწვით ჩვენ. Для нас, ამისთვის ვღებულობთ ამ რწმენას, მადლს იესო ქრისტესთან. для нас, верующих, это очень важный вопрос и фундаментальный вопрос, то, что мы, умирая, водворяемся с Господом, и там прибудем с Господом. Потому что мы ради этого и трудимся, и служим. ჰალელუია. Аминь. ნახე ჩემო ძვირფასებო, სიკვდილი მორწმუნეს არ უნდა აშინებდეს. Смерть не должна пугать верующего. პროცესი ჩვენ არ გვეშინია გარდაცვალების. Мы не боимся смерти. ანუ ჩემი წუხილი გარდაცვალება არ არის როგორც მორწმუნის. Для меня, как для верующего, смерть – это не скорбь, причина მე скорбеть. შეიძლება არ ვთანხმდებოდე გარდაცვალება ჩემი საჭიროებიდან გამომდინარე ამ მიწაზე და ეს მაწუხებდეს. Знаешь, может быть, я не соглашаюсь со смертью, исходя из положения, которое я имею здесь на земле, и вот из-за этого я могу как бы скорбеть. ვიცით ხო პავლე მოციქული ამბობს რომ მირჩევნიაო განვეშორო უფალთან დავბინავდე. Апостол Павел говорит, что мне лучше разрешиться и быть с Господом. მიზიდავსო ორივე აქ ყოფნაც და იქ ყოფნაც, მაგრამ მარჩევნის გაკეთება მიჭირს. И мне привлекает оба, и пойти к Господу, и остаться здесь, и мне трудно принять решение. არა შიშის გამო. Не из-за страха, что я боюсь, არა იმის გამო რომ აიმე რა სად ვიქნები გარდაცვალების შემდეგ. но не из-за того, что вот я боюсь сейчас
где я там ანუ буду. მან თქვა მე მირჩევნია სხეულს განვეშორო და უფალთან დავბინავდე, მაგრამ ჩემი დარჩენა ამ მიწაზე ეკლესიისთვის მნიშვნელოვანი არის, ამიტომ მინდა რომ ვიყვია აქ და ბოლომდე მივიყვანო ჩემისათვის. Он говорит, лучше мне разрешиться и быть с Господом. Да, это хорошо, но полезнее и лучше остаться здесь и быть полезным для церкви, потому что это лучше. ებრაელთა მეორე თავში წერია. Послание к евреям 2 главе написано. მე-14 მუხლია რომ ქრისტემ გაგვათავისუფლა, ვინ სიკვდილიში და მონობაში ვიყავითო, ხო, თელის ცხოვრება. И здесь написано, что Иисус освободил нас, дабы смертью лишить силы имеющего державы смерти. ანუ ჩვენ სიკვდილის შიზე ვართ გამარჯვებულები. 15 стих. Избавить тех, которые от страха смерти через всю жизнь были подвержены рабству. У нас არცეთი был страх მორწმუნე смерти. არ უნდა იტანჯებოდეს შიშით გარდაცვალებისა, რომ ხوار დავიკარგები მე, არამედ პირიქით ჩვენ ყველას აგვაქვს დარწმუნება, რომ უფალში გავიხარებთ და ეს ჩვენი თავისუფლება არის. Никто из нас, из верующих, не должен страдать из-за страха смерти. Вот я умру, и что потом? Но наоборот, мы должны радоваться тому, куда мы идем. როცა ჩვენ ლაპარაკობთ სულზე, Когда мы говорим о духе, შეუსტოვებთ, и когда мы оставляем тело, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, мы должны понимать одну вещь. რომ ჩვენ სამშინველთან და სულთან ერთად გარდავიდაცულებთ მარადისობაში. Что мы переходим туда с нашей душой, мы переходим в вечность. იმიტომ რომ ჩვენი გრძნობები და ემოციები და აზროვნება ჩვენ მიყვება. Потому что наши чувства, наши эмоции, наше мышление, это все остается при нас. ჩვენ რაღაცა გაუგებარი ჩრდილივით არ დავფრინავთ მარადისობაში. Мы не летаем, как какая-то непонятная тень вечности. მთელი ჩემი პიროვნული იდენტობით მივდივარ მარადისობაში. Я иду в вечность со всей своей личностной და ჩვენ идентацией. ვიცით ხო მდიდარისა და გლახაკის ლაზარის ისტორია. Мы знаем историю богача и Лазаря. რომ გარდაცვალების შემდეგ ორივეს ჰქონდა აზროვნება, შეეძლოთ გაეხსენებინათ წარსული და ყველაფერი ცნობიერება ჰქონდათ მათ. И мы знаем эту историю, что когда они умерли, при них осталось это знание, они вспоминали друг друга. То есть все это осознание всего при них было. ეს ცნობიერება ადამიანს მიყვება, როცა 64-ში მიდის და როცა ჯოჯოხეთში მიდის. И это ორივე сознание, მდგომარეობაში. оно следует за человеком, куда бы он ни пошел, в рай или в ანუ ад. ის რომ ჩვენ მოუკვდებით და გავხრებით, ეს სიცრუე არის. И то, что мы умрем и исчезнем, это есть ложь. ჩვენ არ გავხრებით. Мы не исчезнем. უბრალოდ ჩვენ ვაგრძელებთ მარადისობაში სიცოცხლეს. Просто мы продолжаем жить уже в вечности. სრულფასოვანს. Полностью, совершенно. იქ სადაც კიდევ ვაზროვნებთ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ, Там, где мы ვაფასებთ სიტუაციებს мыслим, оцениваем ситуацию, და ასე შემდეგ. размышляем и так далее, делаем выбор. ამენ. Аминь. ასე რომ სიკვდილი განიარაღებული არის. Так что смерть, она разоружена. ზეციდან შობილი ქრისტიანი არ განიცდის შიშს და სტრესს სიკვდილის შიშით ამაში არ ცხოვრობს. И рожденный свыше христианин, он не живет в страхе смерти. რა არის სიკვდილი? Что есть смерть? ჩვენ ვიცით ძვირფასებო რომ სიკვდილი არ განუსაზღვრია ღმერთს. Мы знаем, дорогие, что Бог не давал определения იმიტომ смерти. რომ ღმერთი არის სიცოცხლის მომნიჭებელი. Потому что Бог тот, который дарует жизнь. ჩვენ ვიცით რომ ღმერთს არ შეუქმნივართ ჩვენ სიკვდილისთვის. Потому что мы знаем, что Бог не сотворил нас для смерти. და ისიც ვიცით როგორ გაჩნდა სიკვდილი. И мы знаем также, откуда появилась смерть. ბიბლია ამბობს რომ სიკვდილი არის ცოდის საზღაური. Библия говорит, что смерть это есть последствие греха. როცა შესწოდა ჩვენმა წინაპარმა ადამმა მოვიდა სიკვდილი. Когда согрешил наш предок Адам, после этого пришла смерть. ანუ ეს არის ის რაც ღმერთს არ უნდოდა რომ მოსულიყო, მაგრამ მოვიდა. Это было то, чего не хотел Бог, чтобы это пришло, но это пришло. ანუ ცოდის სიკვდილის ავტორი და შემოქმედი არ არის ღმერთი. И автором смерти не является Бог. იესო თქვა მე მოვედი რომ სიცოცხლე გქონდეთ და უხვად გქონდეთ. И Иисус сказал, я пришел для того, чтобы вы имели жизнь и жизнь с избытком. ღმერთის მიზანი, ღმერთის სურვილი იყო რომ ადამიანს მარადიული სიცოცხლე ქონოდა. И Божья цель, и Божье желание было в том, чтобы человек жил вечно. და ეს სიცოცხლე ქონოდა ღმერთში. И эту жизнь он имел бы в Боге. ხდებით?
Понимаете? ამიტომ ჩემო ძვირფასებო ეს მნიშვნელოვანი საკითხი არის. Поэтому, дорогие мои, это очень важный вопрос. რომ ღმერთმა ქრისტეში აღასრულა და მოაგვარა ეს საკითხი. Что Бог во Христе совершил и решил этот вопрос. რომ მან მოგცა მარადიული სიცოცხლე. Что Он дал нам жизнь вечную, რომელიც ჩვენ მივიღეთ იესო ქრისტეს რწმენით. которую мы приняли верою в Иисуса Христа. ამიტომ ვაქებთ უფალს და ვემადლიერებით ამ სიცოცხლისთვის ღმერთს. Поэтому мы хвалим и благодарим Бога за эту жизнь. კიდევ ამბობ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. Я еще раз говорю, что для нас это очень важный вопрос. ბიბლია ამბობს, რომ ზეცა ჩვენი სახლი არის. И Библия говорит, что небеса это наш дом. ალელუია. Аллилуйя. Аминь. მაგრამ არის შემდეგი საკითხი, შემდეგი აღთქმა. Но есть следующая заповедь. ეს არის ფიზიკური სხეულის აღდგინება, Это восстановление физического тела. რომელიც მოხდება, როცა იესო ქრისტე მეორე დაბრუნდება ამ მიწაზე. Когда это произойдет, когда Иисус второй раз ведется на და землю. ეს არის მორწმუნეთა, როგორ ვთქვათ, ქრისტიანების ესეთი იმედის ცენტრი არის. И можно сказать, это является центром надежды для христиан. იმიტომ რომ ღმერთი დაგვპირდა ჩვენ, რომ თლიან ადამიანს აკურთხებს და თლიანი ადამიანი არის სული სამშინებელი და სხეული. Потому что написано, что Бог благословит человека полностью, а человек это есть дух, душа и тело. ჩემო ძვირფასებო, როცა შევწოდეთ, ჩვენი ცხოვრების ეს სფეროები დამახინჯდა. Дорогие мои, когда мы согрешили, все эти сферы наши были изуродованы. სიკვდილი მოვიდა ჩვენს სხეულში. Смерть пришла в наше тело. და როდესაც სული წმინდა მოდის ჩვენ ცხოვრებაში და ხელახლა გშობს. И когда Дух Святой приходит в нашу жизнь и рождает нас заново, და ახალი ქმნილებები ხვდებით и мы ქრისტეში. становимся новыми творениями во ჩვენი Христе, სხეულები არ გარდაიქმნება ახლად. наши тела не преображаются в ბიბლია ამბობს, რომ новые. ჩვენი სხეული უკვე ცოდვილი სხეული, Библия говорит, что наше тело, уже грешное тело, რომელიც სიკვდილს დაექვემდებარა ცოდვის გამო. которое из-за греха подлежит смерти, ჩვენი სულიერი აღდგენის შემდეგაც არ ნახდება ეს სხეული, ანუ სული ახლიდან იშობა, ვიბადებით ახალი ქმნილება, მაგრამ ძველი სხეულები გვაქვს. но даже при том, что наш дух, он принимает спасение и обновляется, тело остается прежним. ეს სხეულები, რომლებშიც ეხლა ვართ, ამ ბუნების, ამ ხასიათის და თვისების სხეულებს არ შეუძლიათ მარადისობა И დაიმკვიდროს. вот это тело, в котором мы ходим, в котором мы находимся, с этими качествами и с этим характером, оно не может унаследовать жизнь вечную. ანუ ეს სხეული თავისი ბუნებით შეუთავსებელი არის მარადისობასთან. И вот это тело, оно несовместимо по своей природе с вечной жизнью. ხვდებით ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие? ამიტომ არის აღთქმა ჩვენთვის, Поэтому для нас есть обетование, რომ ჩვენი სხეული გარდაცვალების შემდეგ მიებარება მიწას что наше тело после нашей смерти, оно будет და როდესაც უფალი იესო ქრისტე დაბრუნდება, положено в землю, но когда вернется Господь Иисус Христос, მორწმუნეები აღდგებიან იმ სხეულში, იგივე სხეულში, ოღონდ ბუნებით სხვა. верующие, они воскреснут в том же теле, но по природе это тело будет другим. ბიბლია ამბობს, რომ ჩვენი სხეული არსით შეიცვლება. И Библия говорит, что наше тело по своей сути, оно изменится. ჩვენ ვცხოვრობთ ხრწნად სხეულში და ჩვენი სხეული ამ დროს მიიღებს უხრწნელ ბუნებას, რომ აღარ გაიხრწნას. Наше тело, оно тленное, но после пришествия Иисуса Христа оно примет нетленный характер. შემოძვირფასებო, სხეული იგივე იქნება, რომ შეხედავ სლავა, იქნება სლავა, აღნაგობით და გარეგნულად. Тело, оно будет тем же. Вот посмотришь на славу, узнаешь, что это слава. И телом, и телом. სავარაუდოდ როგორც უფალმა აგვითხვა, რომ თმები არ დაიკარგება, არც ერთი თმა გვექნება. Ну, есть надежда для не имеющих волосы, что там у них будут волосы. ვიქნებით ნაოჭების გარეშე Ну, будем без морщин. და წონაც სწორი გვექნება Ну, დაფაშესაბამისობაში. и, соответственно, будем что надо. და აი ეს სტროინემი, სხეული იქნება ხუდიმი. გათვლილი მარადისობაში არსებობისთვის. Но это тело, оно будет рассчитано для того, чтобы жить в вечности. ხვდებით? Понимаете, ბიბლია дорогие? ამბობს, რომ ხწნადი სხეული უხრწნელობას ვერ დაიმკვიდრებს, ის უნდა გარდაიქმნას, უნდა შეიცვალოს. И тленное тело, оно не сможет унаследовать нетленное, поэтому оно должно умереть. ხო, პირველი კორინთელთა მიმართ წერილში არის მე-15 თავში ლაპარაკობს, თელი მე-15 თავი არის ამის შესახებ
თუ ხსნადი უხსნელობით როგორ შეიმოსება, მოკვდავი უკვდავობით როგორ შეიმოსება და ასე შემდეგ. И первое послание Коринфянам, 15 глава, она полностью целиком говорит о том, что как преобразиться тленное нетленным, как смертное в бессмертное. Რომ ითესება მიწიერი სხეული და აღდგება ზეციური სხეული. Что сеется земное тело и воскреснет небесное. ბიბლია უწოდეს, რომ ახალ სხეულს უწოდებს. ანუ ახალი სხეული არ ნიშნავს, რომ სხვა სახე გვექნება, უბრალოდ ამ სხეულის თვისება იქნება სხვანაირი. И новое тело, это не означает, что у нас будет другой вид, вообще нас не узнают, но оно будет таким, которое пригодно для Царства Божьего. ავადმყოფობას, ტკივილს და ასე შემდეგ. И это тело уже не может и не будет подлежать болезни, смерти, страданиям и так далее, боли. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ როცა გამოვდივართ სხეულიდან, Так что, дорогие мои, когда мы выходим из тела, გადავინაცვლებს ჩვენი შინაგანი კაცი მარადისობაში, наш внутренний человек, он переходит в вечность. ჩვენი აზროვნება თან მიყვება, И наше ჩვენი сознание, оно идет вместе с нами. და ყველა გარდაცვლილი სული ელოდება იმ დღეს, როდესაც უფალი დაბრუნდება დედამიწაზე, რადგან მაშინ ეს აღთქმა აღსრულდება და ყველა გარდაცვლილი წმინდანი დაიბრუნებს თავის სხეულს დიდებით. И все эти души усопшие, они ожидают возвращения Иисуса Христа, чтобы воспринять новое тело. ამენ. Аминь. ეს არის როცა ჩვენი მწუხარება იცვლება სიხარულითა და ძალით. Это когда наша скорбь, она превращается в радость. კიდევ ამბობ, გარდაცვალების დროს ჩვენ არ უარყოფთ მწუხარებას. Во время смерти, я еще раз говорю, мы не отвергаем скорби. მაგრამ ჩვენ ვინ უგეშებთ იმით, რომ ღმერთი ერთ დღეს ამ მწუხარებას შეგვიცვლის სიხარულით, როცა მკვდრეთი დაღდგომა. Но мы утешаемся, что Бог однажды в день воскресения изменит нашу скорбь на радость. პირველი თესალონიკელთა 4:13-ში წერია, არ დამწუხრდეთო, როგორც სხვები, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ და შემდეგ ხსნის, რომ რა არის ჩვენი იმედი. Не хочу же оставить вас, братья, в неведении об умерших, дабы вы не скорбели, как прочие, не имеющие надежды. И потом он продолжает объяснять, в чем же эта надежда. საბოლოოდ ჩვენი იმედი ეს არის მკვდრეთი დაღდგომა. И последняя наша надежда – это воскресение из мертвых. სიკვდილიო ეს არის ბოლო მტერი, ფიზიკური სიკვდილი, რომელიც იქნება საბოლოოდ დამარცხებული. И смерть – это последний враг, физическая смерть, которая будет навсегда поражена. წერილის ეს მონაკვეთი ამბობს, რომ ჩვენო, ვინც ოცხლები ვართ, ვერც კი დავასრებთ განსვენებულებსო. И Писание говорит, что мы, те, которые живы, может быть, даже не успеем, не опередим усопших. როდესაც უფალი იესო ქრისტე დაბრუნდება, Когда Господь Иисус Христос вернется, და ის გასცემს ბრძანებას, и когда Он отдаст приказ, იმიტომ რომ ქრისტეს აქ ხელმწიფობა მკვდრების აღდგენის, потому что у Иисуса есть власть воскрешать из мертвых, და როცა ის გასცემს ბრძანებას, и когда Он отдаст приказ, საყვირის ხმაზეო, написано при звуке წერია, რომ трубном, ჯერ ქრისტეში გარდაცვლილი მორწმუნეები აღდგებია, что воскреснут пока умершие во Христе верующие განდიდებული სხეულით. в славном теле. ბიბლია ამბობს, რომ უფალი თავისი ძალის მოქმედებითო გარდაქმნის ჩვენ სხეულებს. Библия говорит, что действием силы своей Господь преобразит наши тела. ცოცხლად დარჩენილი ეკლესია, რომელიც იქნება მორწმუნეები, ისინიცო შეიცვლებიან მომენტალურად და ბიბლია ამბობს, რომ ჩვენ შევეგებებით უფალს. И потом верующие, которые живы здесь, Церковь Божья, она также преобразится сразу, и мы вместе присоединимся к Господу. ჩვენ გვწამს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ძალიან ფუნდამენტალური საკითხი ჩვენი რწმენის. И мы верим и уверены, так как это является фундаментальным вопросом нашей веры. ჩვენ არ ვართ ეკლესია, რომელსაც იესო ქრისტეს წამს მხოლოდ ამ მიწიური კურთხევისთვის და სიმშვიდისთვის. Мы не те, которые верят в Иисуса Христа из-за или ради благословений только здесь, на этой земле. ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანებზე საწოდავები ყოფილვართ. И Слово Божие говорит, что если мы надеемся на Христа только лишь в этой жизни, мы самые жалкие люди. სამწუხარო ხმები მესმის ხოლმე მორწმუნეებიდან მოკვდები და გადამაგდებენ. მე რაც მე ვეღარაფერს გავიგებ. К сожалению, я слышу от верующих такие слова: я умру, меня выбросят, я уже ничего не пойму и так далее. გაგიცრუოთ, გაიგებთ. Я хочу, с сожалением сказать, нет, вы будете понимать, слышать.
ხდებით. ან კიდევ როცა მორწმუნეები ამბობენ, წავალ და ბებია ჩემს ვნახავ. Или когда верующий говорит, я пойду и бабушку увижу. ხდებით, ჩვენ მივდივართ იესოს სანახავად პირველ რიგში. В первую очередь мы идем туда для того, чтобы увидеть Иисуса. ჩვენ არ ვიცი ჩვენ ბებიები სად არიან, Мы не знаем, к сожалению, наши бабушки где. მაგრამ პირველ რიგში მივდივართ იესოს სანახავად. Но в первую очередь мы идем, чтобы увидеть ჩვენ с მივდივართ Иисусом. ჩვენს სახლში. Мы возвращаемся домой. ამენ. Аминь. ხდებით, ჩემო ძვირფასებო. Понимаете, дорогие мои? გარდაცვალის მომენტში ჩვენთვის ის მნიშვნელოვანი კი არ არის ჩვენ ვინ გველოდებიან იქ ადამიანები, არამედ უფალში გადავინაცვლეთ. Для нас важно, для верующих, когда мы умираем, не то, что кто там сейчас нас встречает, верующие, другие люди или так далее, но ზუსტად что мы აი идем ეს к Богу. მიზეზი, ეს რწმენა Вот как раз-то вот эта вера, вот эта причина, აძლევდა ძალაც მორწმუნეებს, რომ აი ეს ტკივილი აეტანათ და გაენეიტრალებინათ თავის ცხოვრებას. давала сила верующим, чтобы нейтрализовать вот эту боль и перейти, пройти ее. ის რასაც ეკლესია გადიოდა საუკუნეები და დღესაც გადის ბევრ ქვეყანაში. И то, что церковь проходила веками, и то, что проходит сейчас местами, მიმართული იყო სხეულის ტანჯვებზე ყოველთვის. всегда было направлено на страдание тела. მორწმუნეებს ლომებს უყრიდნენ, Верующих бросали ко львам, ადუღებულად რაღაც ფისებში აგდებდნენ, რომ დამწვარიყვნენ ცოცხლად. и их бросали в такой кипяченый в гудрон, ატყავებდნენ მორწმუნეებს, даже снимали с них живьем кожу, წვავდნენ сжигали. და რა ვიცი, ძალადობდნენ სხეულზე მორწმუნეები. И, можно сказать, насилие применяли на верующих. მაგრამ ყველა ამ თაობის მორწმუნეს ჰქონდა ერთი რამ, იმედი იმისა, რომ ღმერთი მათ დაპირდა ახალ სხეულებს და მკვდრეთით აღდგომას. Но все эти верующие имели вот эту надежду, что Господь обещал им новое тело и воскресение из мертвых. ამიტომ ჩვენი საბოლოო იმედი ეს არის მკვდრეთით აღდგომა და ჩვენი სხეულებში დაბრუნება. И поэтому последняя наша надежда – это есть воскресение из мертвых и возвращение в наши тела, განდიდებულ სხეულებში. прославленные тела. ამენ. Аминь. დიდება უფალს. Слава Господу. ისი რა არის შემოძვირფასებო კიდევ ჩვენი იმედი, Знаете, в чем еще наша надежда, дорогие мои? რომ სიკვდილი ვერ ამბობს საბოლოო სიტყვას ჩვენ ცხოვრებაში. Что смерть, она не может сказать своего последнего слова в нашей жизни. მკვდრეთით აღდგომა ამბობს საბოლოო ситყვას. Но воскресение из мертвых говорит последнее Аминь. слово. ჩვენ ყოველ დღე ზეიმობთ ჩვენ სულში გამარჯვებას სიკვდილზე. В нашем духе мы каждый день празднуем победу смерти, победу жизни над смертью. დიდი მიზეზი, რაც ჩვენ გვაქვს ქრისტიანებს სიხარულისა ღმერთში, ეს არ არის ჩვენი მატერიალური გამოსყიდვა, ეს არ არის ჩვენი როგორ ვთქვათ განკურნება, ეს არის ჩვენი მარადიული ცხოვრება ღმერთში. Самая наша большая причина не наше материальное какое-то благословение, благосостояние или исцеление даже, но это жизнь вечная. ყველაზე დიდი იმედი და ნუგეშიც და საჭიროებაც ზუსტად ეს არის. ეს არის მარადისობის საკითხი, როცა არის გადაჭრილი. Самая большая нужда и самое большое решение – это когда вопрос спасения решен в нашей жизни, вопрос искупления. Аллилуйя. Аллилуйя. Amen. Аминь. ნახეთ ჩემო ძვირფასებო რა მინდა გითხრათ. Что я хочу сказать вам, дорогие мои? მიუხედავად იმისა, Несмотря на то, რომ ჩვენ გვწამს სიკვდილიდან გადანაცვლება მარადიულ ცხოვრებაში. что мы верим в то, что мы от смерти переходим в жизнь вечную, ერთხელ ჩემმა ბავშვმა მითხრა, როცა 7 წლისა იყო მაშინ. однажды мой ребенок сказал мне, когда 7 лет было ему, სულით ათქვა, сулით. она духом сказала, или он, ესა ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადაო, ხო იცი? говорит, это не плоть и кровь тебе открыли, но дух. мама რომ მოკვდები ორი გრძნობა მექნებაო. И он сказал, когда я умру, у меня будет два чувства. А? Папа, когда я умру, у меня будет два чувства. Мама. Извиняюсь. Папа говорит, когда ты умрешь, говорит, у меня будет два чувства. პირველია, Первое. ეს იქნება სიხარული იმისა, რომ ჯოჯოხეთში არ იქნები და იესოსთან იქნები. Первое, это то радость, что ты не будешь в аду, а ты будешь с Богом. მაგრამ მეორე ტკივილი იმისა დამწუხარება, რომ ჩემ გვერდზე აღარ იქნები. Но второе это чувство, это то, что тебя не будет рядом со мной.
და ძალიან ბევრ მორწმუნეს არა გამოცხადება ამისა. И многие верующие не имеют откровения об этом. ჩემო ძვირფასებო, Дорогие мои, არ ვწუხვართ და ეს საკითხი მოგვარებულია, როცა ჩვენ გლოვიარეები ვართ, ჩვენი წუხილი არ მოდის აქედან გამომდინარე, რომ რაიმე მოუგვარებელი არის მარადისობასთან საკითხში. и когда мы скорбим в этом вопросе, наша скорбь исходит не из того, что что-то не решено с вопросом вечности. არამედ ჩვენი ტირილი და წუხილი გამომდინარეობს გაშორებიდან. Но наша боль и скорбь, она исходит из-за разлуки. ხდებით? Понимаете? ერთხელ ღვთის კაცის მიტვიფორდი იყო, როცა მიდიოდა და მას კაცი შემოეგება და უთხრა, რომ ჩემი ცოლი გარდამეცვალაო, ცოლი და წამოდი ილოცე რომ აღადგინო. Однажды Смит Вигсворт, он шел по улице, и его встретил один человек, и он сказал: у меня умерла жена, приди помолись за нее, чтобы она воскресла. ეს იყო ორწმენის კაცი, რომელიც მკვდრებს აცოცხლებდა. И это был человек веры, в жизни которого происходило через его служение воскрешение из мертвых. და იცი ეს კაცი ასე სთხოვდა დახმარებას. И этот человек таким образом просил помощи у него. რომ ღმერთს ოთხო რომ არ გამწიროს, იმიტომ რომ 8 შვილი მყავსო. И этот человек говорил, что я прошу Бога не оставить меня, потому что у меня 8 детей. ეხლა ჩემი ცოლი 60 დღეში გადასულა, ძალიან უადგილოა. И сейчас переход моей жены в рай совсем неуместен. ამ ბავშვებს მიხედვა უნდა და დააბრუნე. И за этими детьми нужно смотреть, пожалуйста, верни ее обратно. და დედა დაუბრუნდა ბავშვებს. И знаешь, мать вернулась своим детям. ზეცაში როცა ადამიანი მოხვდები იქ რამეს განიცდი, არ ვიცი, გამდენად გინდა მე შენ დაბრუნება აქეთ, მაგრამ После того, когда ты попадаешь на небеса, ты такое там переживаешь. Я не знаю, честно говоря, потом у этих людей есть желание вообще вернуться обратно. რა თქმა უნდა ჩვენ გვტკივა имის გამო, რომ ბევრი კურთხევას ვკარგავთ თითოეული ადამიანის გამოცდით. И, естественно, мы скорбим из-за того, что, теряя человека, мы теряем многие благословения. ოჯახი კარგავს ძალიან ბევრ ამას. И семья многое теряет также. და ზოგჯერ ამ ადამიანის მზრუნველობა, ამ ადამიანის ხელი სჭირდებოდა მის შვილებს, И, მის ოჯახს. естественно, или рука, или помощь, забота этого человека очень нужны были и важны были для მისი семьи. გამხნევება, მისი ყურება იყო უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. Его ободрение, даже просто смотреть на него было большим ободрением для семьи. ამენ. Аминь. მისი ლოცვები აქ აღარ იქნება მიწაზე. И его молитв не будет больше на этой земле. აი აქედან გამომდინარე უყურებთ საკითხს. И мы смотрим на этот вопрос, исходя из этих вещей. დები ჩემო ძირფასო. Понимаете, дорогие мои? დებით. Понимаете? იცი როცა ადამიანმა დაკარგა ან შვილი, ან რა ვიცი, მეუღლე, Когда человек теряет или ребенка, или мужа, жену, მე ვერავინ ვერ ამიხსნის ამის მიზეზს. никто не сможет объяснить мне причину этого. ანუ პრობლემა იცი რამ გამოიწვია იობის ცხოვრებაში, რომ ღმერთის ღმერთი ხო არ შეცდა ესე, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის, ღმერთმა იმიტომ წაიყვანა, ღმერთმა იმიტომ არ დაუშვა, ეს პროფესორობა გაღიზიანებს ადამიანს. Знаешь, я не могу понять, потому что, ну вот, даже в жизни Иова, ну, Бог лучше знал, ну, Бог допустил. И вот это профессорство, в кавычках, меня раздражает. Это был моим сыном или моей дочерью. დებით. და Понимаете? ის ტკივილს დამიტოვებს. Знаешь, и эта боль останется со мной. მე ეს ადამიანური მხარე არის. მე მინდოდა რომ ის ჩემ შვილთან კურთხეული ყოფილიყავი. И есть моя часть, человеческая часть, что я хотел быть счастлив с моим ребенком. მე კი არ გავბრაზდი ღმერთზე და გაბუტული კი არ დავჩები. Я не разозлился на Бога или останусь обиженным на Него. მაგრამ სადღაც ეს წუხილი და ტკივილი ადამიანური მე მექნება. Но где-то вот эта человеческая скорбь и боль, она где-то останется, возможно, в რა моем თქმა უნდა сердце. ღმერთი გამამხნევებს. Конечно же, Бог ободрит меня, утешит ეს меня. ეს როგორ ვთქვა, ტორმუზი არ უნდა იყოს ჩემს ცხოვრებაში, რომ უმოქმედო გამხადოს ამან და გამანეიტრალოს ამ ტკივილს. И эта боль, она не должна стать тормозом в моей жизни, нейтрализовать меня полностью и выгнать меня или выкинуть из служения. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ტკივილია, ეს ტრაგედია არის და ნაადრევად არ უნდა მოსთხოვო ადამიანს ცეკვა თამაში, როცა ის ტივის.
И эта боль, эта трагедия, мы понимаем, ты не можешь требовать с человека, чтобы он сразу же начал там танцевать и радоваться, веселиться. ღმერთს დრო ჭირდება ადამიანის გულთან სამუშაოდ. Богу нужно время для того, чтобы работать с сердцем человека. ამიტომ გლოვიარი ადამიანებთან რაც შეგვიძლია ეს ლოცვა არის ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი. Поэтому самая большая поддержка для скорбящих людей – это твоя молитва. ამენ. Аминь. რომ ღმერთმა იცის. მე არც კი მაქვს სიტყვები რა შემიძლია უთხრა ცოლს, როცა ქმარი გარდაეცვალა. Знаешь, я даже не нахожу слов, что сказать жене, которая потеряла своего мужа. დებით. არაფერი უბრალოდ დუმილი და ჩახუტება კაი გამოსავალი იქნება. Просто самый хороший выход, наверное, это просто молчать и обнять. ჰალელუია. Аллилуйя. ამენ. Аминь.